აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოში აპარატის უფროსის პოზიციაზე დანიშნა, ხოლო განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე ბექა ღვაჩლიანი წარადგინა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნული ცვლილება მთავრობის მოქნილობასა და მისი საქმიანობის ეფექტურობას გააზრდის. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად. დავით მორგოშია მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. რაც შეეხება ბატონ ბექა ღვაჩლიანს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურა მისთვის უცხო არ არის, რადგან ბოლო პერიოდში იკავებდა მინისტრის მრჩევლის და შემდეგ პირველი მოადგილის პოზიციას. დღევანდელი დღე ნამდვილად არის ისტორიული დღე ჩემთვის, რადგან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბატონმა ლევან გალობლიშვილმა გამომიცხადა ნდობა და დამნიშნა იმ პოზიციაზე, რომელიც ჟიულის შარტავას თავმჯდომარეობისას აფხაზეთის კონფლიქტის დროს ბაბუაჩემს ეკავა. 2025 წელს ჩაშვებული ყველა პროექტი თუ პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე, ამ პროცესში ინსტიტუციონალურად მთავრობის აპარატის როლი თვისობრივად ახალ დონეზე აიძებს.